სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ადურთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ეს ჩაწერილი იქნა 2010 წლის 4 აპრილს. ჩვენ ვამთავრებთ 56-ე ნაწილს, ალბათ რამოდენიმე კითხვის შემდეგ. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ის ეხება მასწავლებლების პასუხისმგებლობას. ალბათ გსმენიათ იაკობის წერილი და იქიდან მოაქვს პეტრე არის ეს პიროვნება, ვინც სვავს ამ კითხვას და ჯონ მაკარტური პასუხობს მერე. გამარჯობა დოქტორ მაკარტურ, მე პიტერი მქვია. გამარჯობა პიტერ. ზოგჯერ ამბობენ პიტა. ხო იცით, ესე არის ინგლისურში პიტა ზოგჯერ. პიოტრ ინგლისურად, პეტრე ქართულად, ხო? და პეტროს ბერძნულად. მე მაქვს კითხვა ეკლესიის ლიდერებსა და მასწავლებლებზე, რომელსაც იაკობის წერილი გვეუბნება მესამე თავის პირველი მუხლიდან, რომ უფრო მკაცრი განკითხვა იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვინც არის ეკლესიის ლიდერი და მასწავლებელი. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, მე ვფიქრობ, გახსოვთ რა წერია იაკობის მესამე თავის პირველ თავში, პირველ მუხლში, ჩემო ძმებო, ბევრი ნუ გახდებით მასწავლებლები, რადგან იცოდეთ, რომ ასეთები უფრო მეტად განვიჟებით. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი განვიჟებით არა მხოლოდ ჩვენი ცოდვებისათვის, არამედ იმისთვისაც, თუ რა გავლენა მოახდინეს სხვებზე ამ ცოდვებმა. ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენ განკითხვას, როდესაც ვაფართოვებთ ჩვენ ცოდვას, ასე არ არის? გულისხმობ, რომ რაც უფრო ფართოა ჩვენი ცოდვები, მით უფრო დამნაშავეები ხდებით. და ბუნებრივია ის, ვინც არის ლიდერი, ვინც არის მასწავლებელი. შესაბამისად არის ის, ვისი გავლენაც ძალიან ფართო არის. რადგან მე მასწავლებელი ვარ და მე არა მხოლოდ იმაზე ვარ პასუხისმგებელი, რასაც ვამბობ და რიციც მწამს, არამედ იმაზეც, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველა სხვა ადამიანზე, ვისაც ამას ვეუბნები, რომ დაიჯერონ ეს. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ უფრო მკაცრი განკითხვა იმიტომ მოდის, რომ თუ ღვთის სიტყვას მასწავლებელი გახდები, არსებობს უპრეცედენტო ვალდებულება და პასუხისმგებლობა ერთგულების, იმ ერთგულების, რასაც ასწავლი, რომ ეს ღვთის სიტყვის ზუსტად შესაბამისი იყოს. ასე რომ ეს პროფესია არ არის ის, რაშიც შენ ნაჩქარება ნაბიჯი უნდა გადადგა. იაკობი იცით საუბრობს ენაზე, სხეულის ასეთ პატარა უმნიშვნელო ერთგვარ ნაწილზე, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი ცეცხლის აალება. იმას თუ რამდენს ვლაპარაკობ და როგორ. ის ამაზე საუბრობს და აცნობიერებს, რომ რადგან ღვთის წარმოადგენელი გახდი, რადგან ამ წარმომადგენლის თანამდებობა დელეგირებული უფლებამოსილება გაქვს, შენ ხალხი გისმენს. შენ ხალხისთვის ავტორიტეტი ხარ და ხალხი დაგიჯერებს. არდა ხედავთ, რამდენი ხდება ყველგან ჩვენსერგული ესეთი დიდი დანაშაული? ნახეთ, რამ ხელად სრულ მასწავლებლების ბრბო ყავს ჩვენ ირგვლივ. უზარმაზარი ბრბო. ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რასაც ვასწავლით. და მე ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე განკითხვის დრო მოდის, სრულ მასწავლებლებს გაცილებით დიდი მკაცრი განკითხვა ელოდებათ. ვიდრე ჩვეულებრივ რიგით ცოდვილებს. რადგან ისინი თავიანთ ცოდვას ყველგან ავრცელებენ და ბევრი მათგანი ამას ღვთისა და ქრისტეს სახელითაც აკეთებდა. ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული მუხრუჭია იმ ადამიანებისათვის, რომ დაფიქრდნენ, რომ არ იჩქარონ ამის გაკეთება. მაგრამ ამან თქვენ არანაირად არ უნდა შეგაშინოთ იმ დონემდე, რომ საერთოდ ხელი აიღოთ. არამედ ეს არის გაფრთხილება, რომ უჯობესია გქონდეთ ეს მოწოდება თქვენ ცხოვრებაში და მზად იყოთ, რომ ერთგული იყოთ თქვენ ცხოვრებაში, ასევე თქვენ სწავლებაში. და კითხვის დამსმელი პიტა ეკითხება ესეთ რამეს. ეს ნიშნავს, რომ ის, ვინც არ არის მასწავლებელი და ის, ვინც ქრისტეს ბემის ტახტის წინაშე მასწავლებელია, განსხვავებულად შეფასდება თუ არა. ესე იგი, რას ამბობს ახლა პიტრე, რო გახსოვთ, ესე იგი, ცოდვილები წარდგებიან დიდი თეთრი ტახტის წინაშე. მაგრამ ქრისტიანები წარდგებიან ბემის, სავარძელი ქვია ამას, ტახტი, სადაც იესო არიგებს საჩუქრებს, არიგებს ჯილდოებს, რომელსაც შეგვირდა ის. და იქ განკითხვა არ იქნება. ამიტომ სვავს ეს პიროვნება ამ კითხვას. რა განსხვავება იქნებაო, ხო? ესე იგი, ქრისტიან მასწავლებელსა და მაგალითად იმ პიროვნებას შორის, რომელიც არ არის მასწავლებელი.
და პირველ რიგში ამბობს, რომ ეს ბემის სავარძელს არ ეხება. ჯონ მაკარტური პასუხობს, ბემის ტახტან ამას საქმე არ აქვს. ფიქრობ, რომ ეს უბრალოდ აქსიომაა, ანუ თავისთავად ცხადია, რომ არსებობს უფრო მკაცრი განჭა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც უფრო ფართო გავლენა აქვთ. გესმით ალბათ, რას ვამბობ აქსიომაში, რომ ეს თავისთავად ცხადია, ასე რომ არავის მოუწევს ამის სახსნა, მაგალითად იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც უფრო ფართო გავლენა აქვთ. ეს ბუნებრივად ცხადია. თუ თქვენ ჩადიხარ დანაშაულს, ეს არის უამრავი ადამიანის წინაშე და ყველა დონეზე იქნება უფრო მკაცრი განჟა. მაგრამ ეს არ გვეუბნება იმას, ადამიანები, რომლებიც 64-ში მიდიან, რომ ისინი განჯის წინაშე აღმოჩნდებიან. არა, იქ ჯილდოებზეა საუბარი. მაგრამ როდესაც ღმერთი განიხილავს, გამოაქვს განაჩენი, თქვათ ვინმე სახურებაზე, ეს იქნება უფრო მკაცრი სტანდარტების ერთობლიობა, რომელიც გამოყენებული იქნება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გავლენიან პოზიციაზე იმყოფება. გასაგებია? მადლობთ პასუხისათვის.